საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით დღეს ბათუმის მერიის წინ 20-მდე მოქალაქე შეიკრიბა, მათგან ნაწილმა საცხოვრებელი 6 თვის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგა, ნაწილი კი სოციალურად დაუცველ კატეგორიას მიეკუთვნება და ამბობს, რომ ფართის გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარემაც თვეების წინ დაჰპირდა. რას პასუხობს მოქალაქეების მოთხოვნას ირაკლი ჩავლეიშვილი, ლანა ძაძამიას რეპორტაჟიდან შეიტყობთ. გასული წლის 21 სექტემბერს გამსახურდიას 11 ნომერში მომხდარი ხანძრის დროს უსახლკაროდ დარჩენილი 9 ოჯახისა და 5 კომერციული ფართის მეპატრონე დღემდე ქირით ცხოვრობს. მოქალაქეები ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის სანაცვლოდ მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას დღეს თვითმმართველობის წინ ითხოვდნენ. დაზარალებულების თქმით, აღნიშნული საკითხი საკრებულოს ხდომაზე უნდა განხილულიყო, რის გამოც ისინი პასუხს ამ ეტაპზე ირაკლი ჩავლეიშვილისაგან ელიან. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რაც იყო ამ სახლისთვის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი, იმ თანხას დაამატონ კომპენსაცია ისთვის რასაც ყოფენ და აგვიშენონ შავი კარკასი. თუნდაც შავი კარკასი ადგილზე. არ ვითხოვთ ჩვენ კიდე გარეუბანში არა, მაგრამ სადაც შეუძლიათ, როგორც შეუძლიათ დაგვაკმაყოფილონ. ჩვენ ვითხოვთ ჭერს თავზე. დავიღალეთ ამდენი ლოდინით. 5 თვეა დავდივართ. ახლა მოგეხსენებათ, რომ როდის რა იყო და იგი დღეს ხვალ დღეს მოვედით საბოლოო სიტყვის სათქმელად, რომ გეტყვით, ადგილზე ავაშენებთ თუ გადაგიყვანთ. ჩვენ თანახმარიო ვართ. ყველაფერზე თუ ადგილზე აშენდება, იმაზე თანახმარ ვართ. საკრებულოს თავმჯდომარისაგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ პასუხს ელოდნენ მერიის წინ შეკრებილი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც. მათი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. დღეს მოვედით აქ, რომ ბატონმა ირაკლიმ უნდა გაგცეს პასუხი. მობრძანდითო ხვალესა, მიგიღებთო და გეტყვითო დადებით პასუხსო და ველოდებით. დროებით შენდებაო რაღაცაო და კიომით დღეს მოდითო სამშაბათო და პასუხს გაგცემთო. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ დამწვარ სახლთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მეპატრონეებისთვის სახლის აშენების დაპირება არ ყოფილა. ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ისინი ბინის ქირის თანხას მოქალაქეებს უხდიან. დანარჩენი კი მათ ინვესტორებთან უნდა მოილაპარაკონ. რაც შეეხება სოციალურად დაუცველების მოთხოვნას, საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი დღესაც იგივე აღმოჩნდა. ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ფართით დაკმაყოფილების საკითხი ასე მარტივად ვერ გადაწყდება. მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველებს ყოფითი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. ამ ადამიანების მიმართ არავითარი დაპირება არ ქონია, გარდა იმისა, რომ ჩვენ დავეხმარებოდით საცხოვრებელი სახლის ბინის ქირით გადახდაში. რაც შეეხება დანარჩენს, ეს მათი კერძო საკუთრებაა და რახან კერძო საკუთრებაა, ისინი არიან პასუხისმგებელი თავიანთ კერძო საკუთრების, ასე ვთქვათ, შემდგომ ბედზე. მისული არის, უნდა გითხრათ, ინვესტორი, თავარი არის აქ ინვესტორმა და ამ მოქალაქეებმა საერთო ენა გამოძებნა. საცხოვრებელთან დაკავშირებით გითხარით, რომ ასე იოლად და მათაც უთხარით, ასე იოლად ასეთი პრობლემები ერთ დღეში და ორ დღეში არ წყდება. ეს ამბავი მათ იციან, არაერთხელ ქონდა ამ მოქალაქეებთან შეხვედრა, დანარჩენ ყოფით საკითხებთან დაკავშირებით დავეხმარებით, პერსპექტიულ გეგმასთან დაკავშირებით აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში. მერიის წინ შეკრებილი მოქალაქეები საკუთარი მოთხოვნების შესრულებად თვითმმართველობისთვის მიმართვას სამომავლოდაც გეგმავენ.